მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს პარასკევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერშია ვეკოა TV. მოდი, კვირის სიახლეებს გავეცნოთ. დემოკრატიის სივრცეში მოსწავლეებმა, სამოქალაქო კლუბის წევრებმა და მასწავლებლებმა საქართველოს ისტორიის ტრაგიკული დღე 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს. დიდ ეკრანზე გადიოდა ვეკოა TV-ს გუნდის მიერ დამზადებული ვიდეო. ისმოდა დამოუკიდებელი საქართველოს ძველი და ახალი ჰიმნები. ოკუპაციის დღეს სკოლაში კიდევ ერთი ღონისძიება მიეწყდა. 25 თებერვალს ისტორიის მასწავლებლის ბატონ ნუგზარ მოლაშვილის ინიციატივით მერვე მე-19 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921 წლის ტრაგიკული მოვლენები. წარმოადგენს პრეზენტაციები, წაკითხეს ლექსები და წერილები და პატივი მიაგეს სამშობლოსათვის გმირულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას. ახლა კი სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ ვიდეოს უყუროთ. 1921 წლის 25 თებერვალი. თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. წილღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი, საშინელებას კვლავს ჭედდა გრდემლი. ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი, მშობელო დედა, ისევ გაყიდეს. ისევ წამების ჯვარი დაკიდეს, არ შეგიბრალეს კვლავ არ დაგინდეს. თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. დაცხა კოჯორით დაბახველა, ხოლო დღა თოვლი ცვიოდანელა. ეფინებოდა გმირების გვამებს, განგმირულ მკერდებს და ლეწილ მკლავებს. უძრავიყო თებერვლის გამე, თოვდა და თბილის ებურა თალხი. დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, იმ გზით სად წინათ ელავდნენ ხმლები. სად სამას გმირთა დაიფშნა ძვლები, სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი. ძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი, სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი. თოვლს დაეფარგ წანის ველი, წითელი დროშით მოღერილ ყელით. თეთრ ცხენზე მჯდა მინაბიჯითნელი, შემოდიოდა სიკვდილი ცელით. თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელიც 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა, მხოლოდ არასრული 3 წელი დასცალდა არსებობა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთი 4 მხრიდან შემოიჭრა საქართველოში: სოჭის, ჩრდილოეთ კავკასიის, აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიებიდან. ქვეყნის ამ მდგომარეობით ისარგებლა თურქეთმაც და მეხუთე ფრონტი გაუხსნა საქართველოს. ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ მტრების წინააღმდეგ, მაგრამ მოკავშირეების გარეშე დარჩენილებმა ვერ შეძლეს მტრების მოგერიება. საბჭოთა რუსეთმა ნელ-ნელა აიღო საქართველოს ქალაქები. ბოლოს კი თბილისს მოადგა, რომელსაც იუნკერები იცავდნენ. დედაქალაქის აღება ქვეყნის ანექსიას ნიშნავდა. საქართველო დაჭრილი არწივი იყო, რომელსაც ყავყორნები დასეოდნენ და დასუსტებული უკანასკნელ ძალებს იკრებდა, რომ უბრძოლველად არ დანებებოდა. საქართველოს არმიას არც შესაბამისი შეიარაღება და არც გამოცდილება ჰქონდა. შესაბამისად წინ ვერ აღუდგნენ რუსეთის მრავალრიცხოვან ჯარს. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო და მის თავზე სისხლისფერი დროშა ააფრიალა. იმდროინდელი მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, იმ იმედით, რომ მალე ისევ შეძლებდა დაბრუნებას და საქართველოს რუსეთის კლანჭებიდან დახსნას. ბურუსით მოცულმა საქართველომ კი არ იცოდა, რას უკეთდა ბედი. რეპრესიები, მასობრივი დახვრეტები, გაუსაძლის პირობებში გადასახლებები, შიმშილითა და ტანჯვით სიკვდილი, ტოტალური პროპაგანდა, ეკლეპსიების ნგრევა და რწმენი შერყევის მცდელობა, ინტელიგენციის მიმართული დევნა და განადგურება, შიშის ქვეშ მოქცეული საზოგადოება, ორიზონტალური ცენზურა, ძმათა ღალატად ქცეული იძულებითი თანამშრომლობა, განათლების სისტემის მიზანმიმართული განადგურება, კრიტიკის აბსოლუტური აკრძალვა, სასტიკი და ულმობელი სასჯელები, სასულიერო პირების დევნა, ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის მოსპობის მცდელობა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უკიდურესი სისასტიკისა და ტკივილის, რასაც საბჭოთა კავშირი 70 წლის განმავლობაში თავს გვახველდა. ჩვენს
სიუჟეტს ემატება ახალი რუბრიკა სახელად ქართველი მეცნიერები, რომელსაც მაშო ბროძელი წაიყვანს. რუბრიკა იქნება ცნობილ და წარმატებულ ქართველ მეცნიერებზე, რომლებმაც მსოფლიოს განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს. პირველ სიუჟეტში კი აკადემიკოს ილია ვეკუაზე ვისაუბრეთ, რომლის სახელსაც ჩვენი სკოლა ატარებს. ამ რუბრიკის დებიუტიც ამ გადაცემაში შედგება. ამიტომ მოდი გადავიდეთ მასზე. მოგესალმებით, მე ვარ მე-9 კლასის მოსწავლე მაშო ბროძელი და გიერთდებით ვეკუა ტივის ახალი რუბრიკით სახელად ქართველი მეცნიერები. დღეს ვისაუბრებთ ჩვენთვის ერთ-ერთ ცნობილ და გამორჩეულ მეცნიერზე ილია ვეკუაზე. ილია ვეკუა დაიბადა 1907 წლის 23 აპრილს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში. მის ოჯახს ალბათ არც ჰქონდა წარმოდგენილი, რამდენად წარმატებული იქნებოდა ბაბუის გადაწყვეტილება, მარჩენანი ძროხა გაეყიდათ და შვილიშვილი სასწავლებლად თბილისში გაეგზავნათ. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ილია ვეკუა 1925 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. არჩევს გადმოცემა, რომ ილია ვეკუას სწავლის გაგრძელება ისტორიის ფაკულტეტზე სურდა, მაგრამ მისი მასწავლებლის ნიკო მუსხელიშვილის ერთ-ერთმა ლექციამ მისი არჩევანი საბოლოოდ განსაზღვრა. 29 წლის ასაკში ილია ვეკუამ საკანდიდატო, ხოლო 32 წლის ასაკში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, რითაც მისი ცხოვრება მთლიანად მეცნიერებას დაუკავშირა. ილიამ კვალი დაამჩნია რამდენიმე მათემატიკურ მიმართულებას. ესენია სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორია, კერძო წარმოებული დიფერენციალურ განტოლებათა თეორია და გარსთა თეორია. სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორია მნიშვნელოვანი დასაყრდენი აღმოჩნდა ჰოლანდიელი მათემატიკოსებისთვის. ჩრდილოეთ ზღვის დინებათა ხასიათისა და სანაპიროს რელიეფის შესწავლისას ქართველი მეცნიერის თეორიულმა შრომებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ილიას გარსთა თეორია ახალი სიტყვა აღმოჩნდა ამ მიმართულებითაც. თეორიის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მასოვანი თაღოვანი კონსტრუქციების აგება. ამის ერთ-ერთი უდიდესი მაგალითი თბილისის სპორტის სასახლეა. ილია ვეკუას მრავალი მიმდევარი ჰყავდა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ქართველი ინჟინერი და ბიზნესმენი ოთარ ზალდასტანიშვილი, რომელმაც დიდი ქართველი მეცნიერების ნიკო მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას თეორიებზე დაყრდნობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში. ილია ვეკუა 1954-57 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, თუმცა პარტიული გაუგებრობების გამო მოუწია რუსეთში გამგზავრება, სადაც სათავეში ჩაუდგა და ჩამოაყალიბა ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ 1964 წელს ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა. მას პატივი ხვდა ორჯერ ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი 1953 და 1966-72 წლებში. უნივერსიტეტში მან განახორციელა მრავალი ღონისძიება, დაარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი. 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობებით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა. 1972 წლის მაისში ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე მან თავისი დიდი მასწავლებელი ნიკო მუსხელიშვილი შეცვალა. ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წელს. ის დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ილია ვეკუამ დაწერა მიმართვა. მეცნიერული მუშაობის წარმატების უზრუნველსაყოფად მთავარია სამი რამ: ნიჭი, შერჩეული დარგისადმი სიყვარული და მუშაობის უნარი. სწორედ ეს არის ჩვენი სკოლის მიზანი: აღმოაჩინოს ნიჭიერი ბავშვები და წარმატებული მომავლის შექმნაში დაეხმაროს მათ. დღეისათვის სულ ეს იყო რუბრიკა ქართველი მეცნიერები, გემშვიდობებად შემდეგ პარასკევამდე. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს პარასკევია და ეთერშია ვეკუას ჟუჟუდანაში. ჩვენი რუბრიკის სტუმარია სკოლის ახალგაზრდა ნატურალის დაწყების ხელმძღვანელი ბიოლოგიისა და ქიმიის დარგში აჩი ციკლოვი. მოგესალმები აჩი, როგორ ხარ? კარგად, მოგესალმებით ასევე. თქვენ როგორ ხართ? ჩვენც კარგად. მადლობა პირველ რიგში დაგეხმარებისთვის ამ ინტერვიუზე. მადლობა, მომიწვიეთ პირიქით. დიდი პატივია. პირველი კითხვა ასეთი იქნება. ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის ძალიან აქტუალურია ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირებში და მასში მონაწილეობით დაინტერესებული მოსწავლეების მზადების პროცესი. ვიცით, რომ ტურნირის ამოცანები მოიცავს საბუნების მეწყვილო საგნებს. თუ შეგიძლია მოგვიყვეთ, თუ რა ფორმატით მიმდინარეობს ეს ტურნირი და როგორ ხდება ამოცანების არჩევა? კი ბატონო.
ესე იგი, წლის დასაწყისში ქვეყნდება სადღაც 17-მდე ამოცანა რა. ამ ახლავს საუბრობ ნატურალისა ტურნირზე. ნატურალისა ტურნირში ამ 17 ამოცანიდან ზოგი არის ფიზიკის, ზოგი ქიმიის, ზოგიც ბიოლოგიის. მოსწავლემ უნდა აირჩიოს პირველ ეტაპზე ერთი ამოცანა და უნდა დაამუშავოს ეს ამოცანა, უნდა გააკეთოს ის, რასაც პირობა თხოვს. ხშირ შემთხვევაში ეს არის ესეთი სიტუაცია, რომ რაღაცა ფაქტი არის, ან ესეთი შემთხვევა ხდება და ამისი ანალიზი უნდა ჩაატაროს მოსწავლემ, რა. ბევრი სხვადასხვა ფაქტორი უნდა გამოიკლიოს და შემდეგ ამისი წარდგენა უნდა მოახდინოს ჟიურის წინაშე. ეს ეტაპი საქართველოში არის 3 ნაწილიანი. პირველი ტური არის სკოლაში შერჩევა, ანუ ჩვენ ვეკუაში მაგალითად ესე ვაკეთებთ, რომ პირველი ტურისთვის ვარჩევთ 6 კაციან ვეკუის გუნდს, რა. ბევრი მონაწილე არის და ყველა მონაწილე წარადგენს ამოცანას და ასევე უკეთებს ოპონირებას და შეირჩევა შემდეგ პირველი 6 მოსწავლე, რომელიც იქნება ვეკუის წარმომადგენელი. შემდეგი ნაწილი იქნება უკვე ნაკრების შესარჩევი ტური, რომელშიც ვეკუის სკოლა ეჯიბრება სხვა სკოლებს და რაღაც მთლიანი შეჯიბრიდან შემდეგ შეირჩევა პირველი 12 მონაწილე, რომელიც უკვე იბრძოლებს ცალკე, ანუ ერთი გუნდი აღარ არის უკვე. 12 მონაწილე არის და ეს 12 მონაწილე ერთხელ წარადგენს და ერთხელ გაუკეთებს ოპონირებას სხვა მონაწილეს და ამ 12 მონაწილიდან აირჩევა შემდეგ პირველი 6, რომელიც იქნება უკვე საქართველოს ნაკრების სახელით საერთაშორისო ნატურალისტთა ტურნირზე. კონკრეტულად ჩვენ მოსწავლეებს ეხმარები ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებით ამოცანების მომზადებაში. როგორ ემზადებიან ისინი ტურნირისათვის და რა საფეხურებს გადიან მზადების პროცესში? კი ბატონო, კარგი კითხვა. მზადების პროცესი ესეთი არის. პირველ რიგში ამოცანას რო კითხულობთ, უნდა გავიგოთ ფენომენი. ანუ საერთოდ რა ხდება ამოცანაში, რას გთხოვს ამოცანა. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ინტერნეტში ვიწყებთ მოძიებას, თუ აი საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, რომ შემდეგ შესაბამისი და სათანადო მუშაობა დავიწყოთ. ნუ, როდესაც გავიგებთ ფენომენს და რასთან გვაქვს საქმე, მე ვცდილობთ, რომ მე პირადად ასე ვაკეთებ. ვცდილობ, რომ თეორიულად ავხსნათ ეს ფენომენი. თეორიული ნაწილი ქიმიაში და ბიოლოგიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩემი პირადი გამოცდილებიდან, როდესაც შენ ჟიურის ანახებ, რომ თეორია შენ კარგად იცი ქიმია ბიოლოგიაში, ეს არის ძალიან დიდი პლუსი. ძალიან დიდი შთაბეჭდილება სტოვებ, რაც შემდეგ მაღალ ქულებს ნიშნავს, რა. აქედან გამომდინარე, თეორიის მტკიცედ და მყარად დამუშავება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგი ნაწილი, რომელიც ამყარებს შენ თეორიას, არის ექსპერიმენტი. ექსპერიმენტულ ნაწილში უკვე ჩემი დახმარებით ხდება სათანადოდ ექსპერიმენტების ჩატარება ყველანაირი საფრთხის გარეშე და ამ ექსპერიმენტის შემდეგ ჩვენ ვადარებთ ექსპერიმენტულ შედეგებს და თეორიულ შედეგებს. კარგ შემთხვევაში ეს ორი შედეგი ერთმანეთს ემთხვევა, რითაც ვწმუნდებით, რომ ჩვენი თეორია იყოს სწორი, ადეკვატური და საბოლოო ნაწილი იქნება უკვე პრეზენტაციის აწყობა, რომელშიც მოსწავლემ კარგად უნდა დაანახოს საერთოდ ფენომენი, რა ხდება, რომელიც შემდეგ თეორიულად უნდა ახსნას, ანუ დეტალებში რა და როგორ ხდება და შემდეგ ექსპერიმენტულად უნდა აჩვენოს, რომ მისი თეორია სწორია და რომ მან დაამტკიცა ეს თავისი თეორია და ეს თავისი ფენომენი. ახსნა ყველანაირად და ყველა კონკრეტული ფაქტორი განიხილა. და ბოლო ნაწილი უკვე დასკვნა არის, რომელიც მოკლე შეჯამება არის მთლიანი მისი სამუშაო პროცესის. როგორც ვიცი, ეს პროცესი გრძელვადიანია. ეს ტურნირი ზოგადად რა არის მისი საბოლოო შედეგი და რა უნარჩვევების გამომუშავება შეუძლიათ ამ ტურნირით მოსწავლეებს? ეს პროცესი კი ბატონო გრძელვადიანია. ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ თავიდან მოსწავლეები ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე, რადგან ფიქრობენ, რომ დიდი დრო არის დარჩენილი, მაგრამ ბოლოში შემოეყრებათ ხოლმე რა. საქმე ეს ყველას მოგვსვლია ალბათ რა და ამ ტურნირისთვის ძალიან სავალალო არის ეს პროცესი, იმიტომ რომ დიდად წარმოდგენა, ანუ სწორი წარმოდგენა არ გაქვს თუ რამ ხელა საქმე არის გასაკეთებელი რა. რო ჩანს რომ ერთი ამოცანა და რამდენიმე ექსპერიმენტს გავაკეთებ და თეორიას ერთ დღეში დავამუშავებ, ბევრი შემთხვევა ყოფილა მასეთი და ან ძალიან რთულია.
სათანადროუნო და უთმო, რაც ადრე დაიწყო მუშაობას, მით უკეთესი. მეორე კითხვა რა იყო თუ გამომეოროთ თუ შეიძლება. კი, რა უნარჩვევების გამო მუშაობა შეუძლიათ მოსწავლეებს ამ ტურნირით, რას მისცემს თითოეულ მოსწავლეს? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა. პირველ რიგში ეს ტურნირი მისცემს მოსწავლეებს შრომის მოყვარეობას. ძალიან დიდი შრომა არის საჭირო ამ ტურნირისთვის და როდესაც მოსწავლე დაინახავს რა, რომ მისმა შრომამ შედეგი გამოიყო, ეს მოსწავლეს არის ძალიან დიდი ბიძგი, რომ განაგრძოს კიდევ შრომა, კიდევ გააკეთოს რაღაცა, წარმატებული იყოს და ასე შემდეგ. მეორე არის ანალიზის უნარი. აი, წარმოვიდგინეთ ახლა მოსწავლეს აქამდე მეცნიერებასთან საერთოდ საქმე არ ქონია და პირველი დღე არის მისი ტურნირზე წრის და აირჩია რაღაცა ამოცანა, რომელიც მოეწონა. ამოცანის გაკეთებასთან ერთად მოსწავლე სწავლობს ანალიზის უნარს, იძენს ანალიზის უნარს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო სკოლაში, არამედ ცხოვრებაში. ანალიზი უნდა შეგეძლოს ყველაფრის ადეკვატურად და სწორად, რათა შემდეგ სწორი ნაბიჯები გადადგეს ცხოვრებაში. და ბოლოს ტრადიციული კითხვა, რას ურჩევ მოსწავლეებს, ვინც ტურნირებით არიან დაინტერესებული? ძალიან კარგი კითხვა ასევე. მე რო ვიყავი მენტორი 2 წლის წინ, ერთი ესეთი დასკვნა დაუდემოგვით რა ამ ტურნირზე, რომ როგორც მოსწავლეს და როგორც ნაკრების ერთ-ერთ წარმომადგენელ წევრს, საერთაშორისო ტურნირზე მხოლოდ ერთხელ გაქვს წარდგენის უფლებაც, ოპონირების უფლებაც და მე მგონი რევიუც არის. ანუ შეფასება. რეცენზიის საშუალებაც. ანუ ეს სამივე ნაწილი გაქვს მხოლოდ ერთხელ. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ჟიურიზე მხოლოდ ერთხელ შეგიძლია შთაბეჭდილების მოხდენა. ანუ მთელი ეს ტურნირი არის დაფუძნებული იმაზე, თუ რამხელა შთაბეჭდილებას მოახდენ ჟიურიზე, რათა შემდეგ მაღალი ქულები დაგიწევენ. რა თქმა უნდა, ამაში ანუ ცოდნაც არის აუცილებელი და თავდაჯერებულობაც, მაგრამ უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი არის შთაბეჭდილების მოხდენა. ქიმიის ნაწილში მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო კარგად გეცოდინება თეორია, ქიმია-ბიოლოგიის ნაწილში, რაც უფრო კარგად გეცოდინება თეორია და რაც უფრო თავდაჯერებული იქნები, მით უკეთეს შთაბეჭდილებას მოახდენ ჟიურიზე, რაც მერე გამოიყოფს მაღალ შედეგს, რა თქმა უნდა. ამიტომაც პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგი უნდა მოახდინოს ჟიურიზე. იყავით თავდაჯერებულები, იცოდეთ ზუსტად რა გაქვთ პრეზენტაციაში, რა არის თქვენი პლუსები და მინუსები და აქედან გამომდინარე მიხვდებით მე ოპონენტი რომ დაგისვამთ კითხვას, ეს თქვენი პლუსია თუ მინუსი. თუ პლუსია ძალიან მყარ პასუხს გასცემთ და თუ მინუსია, მაშინ მომზადებული გექნებათ უკვე წინასწარ ამ კითხვაზე პასუხი. ეს არის ჩემი პასუხი. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ძალიან საინტერესო იყო. მე კი გემშვიდობებით შემდეგ პარასკევამდე. ნახვამდის. ნახვამდის. მხოლოდ ერთდღიანი ექსპერიმენტისთვის რამე საგნის დამატება რომ შეგეძლო სკოლაში რას დავამატებდი? სავარაუდოდ ხაზვას დავამატებდი. მე დავამატებდი პროგრამირებას და ხელოვნურ ინტელექტს და მსგავს, იმიტომ რომ ჩემი აზრით საჭირო არის და მომავალში გამოადგებათ ბავშვებს. კონკრეტულად საკუთარ უფრო სექციას დავამატებდი ფეხბურთის და სპორტს გავაძლიერებდი, იმიტომ რომ სტადიონიც არ აქვს როგორც სხვა სკოლებში და ყველაში ერთხელ გვიტარდება. ისიც ხშირად გვიცდება სასკოლოების გამო, ან კიდე შეიძლება დავამატოთ უფრო გავაძლიეროთ ინფორმატიკა და არა PowerPoint-ში კი არა, კეთად რამე აპების გაკეთება გვასწავლონ. უფრო სპორტს გავაძლიერებდი, რადგან სპორტი მხოლოდ ერთხელ გვაქვს კვირაში და ხშირად გამოცემები რახან დაიწყოთ გავგვიცდა და ჩემი აზრით უნდა გაძლიერდეს ცოტა. სასწრაფო დახმარების ვორქშოპს ან მსგავს რამეს, იმიტომ რომ ძალიან საჭირო უნარია რომ შეძლო ექსტრემალურ მდგომარეობაში ადამიანს დაეხმარო და ძალიან საინტერესო გაკვეთილი გამოვა თუ რამე 3D მოდელები ან მსგავსი რამე რო იყოს ერთი დღით ყველას რო გაიაროს ეს რაღაც უნარი რო შეიძინოს. ფსიქოლოგიას ანუ იმიტომ დავამატებდი რომ აი ძალიან ბევრი რამე შეიძლება ზოგადად ფსიქოლოგიაში ისწავლო და უფრო მარტივი გახდებოდა ესე ვთქვათ შენი თავის შეცნობა და ეს გაკონტროლება ესე ვთქვათ ემოციების, იმიტომ რომ ეხა ისეთი ასაკია რომ ძალიან ჭირს გაკონტროლება და რომ დავამატებდი თან შენ თავს უფრო უკეთესად შეიცნობდი რა და გამარტივდებოდა ვთქვათ ესე ამ ხელა სტრესში ესე ვთქვათ კარგი პერფორმანსი გაგეგზელებინა.
მოგესალმებით, ეს არის გამოცანების რუბრიკა მეკიმის წამყვანი საბავშვო. წინა გამოცანის პასუხი იყო, რომ გრენლანდია 982 წელს აღმოაჩინა ერიკ წითურმა. მას უნდოდა, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი დასახლებულიყო კუნძულზე, ამიტომ კუნძულს დაარქვა მწვანე. ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან გრენლანდიაზე მუდმივი თოვლი იყო. ახლა კი მოვისმინოთ ახალი გამოცანა. რა გადაწყვიტეს გამოესახათ რასიზმის საწინააღმდეგო პლაკატზე? ის ერთდროულად თეთრია, შავია და აზიელი. პასუხები შეგიძლიათ აღწერაში მოცემულ ლინკზე გამოგიგზავნოთ. მოგესალმებით. გიბრუნდებათ ვეკვატივის მოგრიგი გადაცემა და მე მისი წამყვანი ელენე შენია გახლავართ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის პაპუნა სილაკავა. მოგესალმებით პაპუნა. ზოგადად აუდიტორია რამდენადაც ვიცი, საკმაოდ შრომატევადი ყურადღების მომთხოვნი პროფესია. რამდენად ართულებს ეს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას და ასევე მეინტერესებს რა ამან განაპირობა თუ არა თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება აგერჩეთ აუდიტორობა როგორც პროფესიად. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა დროის დათმობისთვის. აუდიტორობა ნამდვილად რთული პროფესია, ასე შეგვიძლია ვთქვათ, გამომდინარე იქიდან, რომ მოიცავს ძალიან ბევრი საკითხის ერთობლიობას. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს გადასახადებთან შეხება, გადასახადებთან, რომელიც გარკვეულწილად ცვლილებებს განიცდის, გარდა ამისა უამრავ ბიზნესთან გვაქვს კომუნიკაცია შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რთული საქმიანობაა. მაშინ, როდესაც ვირჩევდი პროფესიას, რა თქმა უნდა, ვფიქრობდი იმაზე, თუ რას მომცემდა შემომავალი საქმე, შემომავალი სამსახური, და ვფიქრობ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე და კაი არჩევანი გავაკეთე. რამდენადაც ვიცი, ზოგადად აუდიტორობა ემსახურება შეცდომების პოვნას და მის დაფიქსირებას. რამდენად დაეთანხმებით ამ მოსაზრებას და ასევე როგორია თქვენი ყოველდღიური საქმიანობა? კი ბატონო, სრულიად დავეთანხმები თქვენს კითხვაში გაშგელებულ მოსაზრებას. ნამდვილად ასეა, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის პროცესში ჩვენ გარკვეულწილად ვალდებულებაც კი გვაქვს, რომ ვიპოვოთ სხვადასხვა შეცდომები, ხარვეზები, რომლებიც დაშვებულია და ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ შეცდომების გამოსწორება, გავცემთ რეკომენდაციებს და სხვადასხვა გზებით ვცდილობთ, რომ გადავჭრათ ეს პრობლემები. თავისთავად ტექნოლოგიები 21 საუკუნის განუყოფელი ნაწილია. სიახლე და განვითარება ყოველდღიურია. ამის გამო, რამდენად მარტივდება თქვენი ყოველდღიური საქმიანობა და რა ცვლილებები შემოაქვს? კი ბატონო, დაგეთანხმებით, ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს, იქნება ეს კომპიუტერები, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები, რომ გავიმარტივოთ ჩვენი საქმიანობა და კიდევ უფრო მეწარმოებებას მივახციოთ ჩვენს გუნდთან ერთად. თავისთავად სირთულეები ცხოვრების და სხვადასხვა პროფესიის განუყოფელი ნაწილია. აუდიტორობასაც იქნება სხვადასხვა გართულებები, დაბრკოლებები და რას მოიცავს ეს ყველაფერი? კი ბატონო, სირთულეები ყველა საქმიანობას გააჩნია, მათ შორის აუდიტორობასაც საკმაოდ რთული პროფესია არის, არ არის მარტივი. აქ ყოველდღიურობაში გვიწევს ციფრებთან შეკიდება, ციფრებთან შეკიდება, ასევე გადასახადების სხვადასხვა გადასახადის განხილვა ყოველდღიურობაში, რასაც იყენებს მოსახლეობა, რასაც იყენებს ბიზნესი. გვიწევს სახელმწიფო სამსახურებთან შეხვედრები, ასევე ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია, გამომდინარე აქედან ნამდვილად რთული პროცესია, მარტივი არ არის. რამდენად რთულია სწავლის პროცესი და რა რჩევებს მისცემთ მომავალ აუდიტორებს და მოკლედ შეძამებად შევაკეთოთ. სწავლის პროცესი ნამდვილად რთულია, მარტივი არ არის, თუმცა თუ აუდიტორობით დაინტერესებული მომავალი ჩვენი კოლეგა რაღაცა წინ გადადგმულად განსაზღვრავს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან, აუცილებლად გაუმარტივდება წარმატების მიღწევა. აუდიტორობა ეს არის ბევრი საფეხურისგან შემდგარი პროფესია. ეს მარტივად რაღაცა ერთი საფეხურიდან ერთი გამოცდის ჩაბარებით აუდიტორი ვერ გახდები, ასე ვფიქრობ, თუმცა თუ ნელ-ნელა ნაბიჯ წინ წაიწევ და შენი განვითარებისთვის იზრუნებ, აუცილებლად გახდები წარმატებული აუდიტორი.
მე უსურებ მომავალთაობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროფესიონალური კადრები, პროფესიონალური ახალგაზრდები დაინტერესდებიან ამ პროფესიით და კიდევ უფრო დიდ მიღწევებს შემოგთავაზებენ ამ სფეროში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთვის დროის გამონახვისთვის. მეტყველს აკანჯელა მიწინსულს გისურვებ. ბეკვატის მაყურებლებს კი შემდეგ პარასკევამდე და გემშვიდობებით. დრაებით. მოგესალმებით წარმატებული უკველების მორიგი ეპიზოდი ჩვენი სტუმარი იქნება ქეთი უკვლება. ქეთი არის ვეკუატივის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და დამაარსებელი. იგი წლების განმავლობაში წარმატებით მიუძღოდა ვეკუატივის გადაცემებსა და მის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ასევე იგი იყო ვეკუა სკოლის მოსწავლეების პროგრამების კოორდინატორი. ახლა კი გადავიდეთ ინტერვიუზე. მოგესალმები ქეთი, როგორ ხარ? მადლობა, კარგია, ჩვენ როგორ? მეც კარგად. როგორი შეგრძნება ამდენი ხნის შემდეგ სკოლაში რომ ხარ? 2 წელია ვეკუაში არ ყოფილვარ და შენობაში შემოსვლა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო მასწავლებლების ნახვაც და ზოგადად მივხვდი როგორ მომენატრა ამ კავშირში. როგორც უკვე აღნიშნე, ვეკუა სკოლაში ყოფნის პერიოდში აქტიურად იყავი ჩართული ღონისძიებებში, რომელსაც ახორციელებდა ვეკუატივი თუ რაიმე კლუბი. შეგვიძლია ორი სიტყვით აგვიღწერო, როგორი იყო შენი გამოცდილება და რა გავლენა მოახდინა ამან შენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე? სკოლაში ძალიან მიყვარდა ზოგადად ყველაფრის კეთება და ჩემთვის სკოლა არ იყო მარტო რაღაც აკადემიური საგანმანათლებლო სივრცე და ვცდილობდი რომ რა შესაძლებლობასაც სკოლა მაძლევდა რომ გამეკეთებინა კლუბი, მქონდა ჩემი ხელოვნების კლუბი მაგალითად, მქონდა გამოფენები, კინოს ჩვენება, ასევე ვეკუატივი. მოკლედ ეს ყველაფერი გამომეყენებინა მაქსიმალურად და არ ვიცი თუ სკოლის პერიოდში ვთვლიდი რომ ეს მაგალითად რაღაც ამ რთული სასწავლო განრიგის თუ ასე შემდეგ რაღაც შემამსუბუქებელი იყო, მე მივხვდი რომ ცხოვრებაში ძალიან დამეხმარა ის გამოცდილებები, რაც აქ დავაგროვე თუნდაც პროექტის წერის, ან კამერასთან მუშაობის და კიდევ სხვა მრავალი. ჩვენი სკოლის პროფილიდან გამომდინარე, აქ ძირითადად ფიზიკა-მათემატიკით დაინტერესებული ბავშვები სწავლობენ. ხოლო როგორც ვიცი, ჩვენ ჰუმანიტარული საგნებისკენ მქონდა მიდრეკილება. შეგიძლია გითხრა, როგორ ახერხებდი შენი ინტერესების დაცვას და ვეკუა სკოლა დაგეხმარა თუ არა ამაში? ხო, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ჩემი კლასის უმეტესობა ეროვნულ გამოცდილებში ჩააბარა მათემატიკა და წავიდა თუნდაც ბიზნესის ან პროგრამირების განხრით, ჩემ შემთხვევაში ყველა იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა და ჩააბარა საერთაშორისო ურთიერთობებზე. სკოლაში, როგორც წეგან აღვნიშნე, მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მქონოდა მაგალითად ჩემი ხელოვნების კლუბი. ასევე ჩემი დამრიგებელი, რომელიც იყო ქართულის მასწავლებელი, ძალიან აქტიურად მიწყობდა ხელს იმაში, რომ ძალიან ბევრი მეწერა, იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითად წერა და ლიტერატურა იყო, რაღაც კონკურსებში მიმეღო მონაწილეობა და ასე შემდეგ, ამიტომ გრძნობდი ყოველთვის მაგ დახმარებას და არასდროს არ მიფიქრია სკოლაზე ისე, რომ თითქოს მარტო მათემატიკას და ფიზიკას ვსწავლობდით გაძლიერებულად, იმიტომ რომ ყოველთვის იყო ეგრე, რომ არც ერთი საგნისთვის რაღაც ოდნავ მეტი დრო არ დამითმია, ყველა რაღაც თანაბრად იყო და ყველა ჩემგან ყველაფერს მოითხოვდა, ასე რომ. მადლობა საინტერესო პასუხისთვის. გვინდა ორი სიტყვით ვეკუატივისაც შევეხოთ. როგორც ვიცით, ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვის მის დაორგანიზებაში. შეგიძლია გითხრა, როგორ და რატომ გაჩნდა ეს ინტერესები ბავშვებში და როგორ განახორციელეთ ისინი? კი ბატონო, თავიდან აუცილებლად რადგან ჟურნალისტიკაზე გადავედით, უნდა გამოვიცხადოთ ჩემი სოლიდარობა მზიან გლობალს და რომ გადავიდეთ ზოგადად ვეკუატივიზე, პანდემიის პერიოდში აღმოჩნდა ისე, რომ ჩემი სკოლის Instagram აკაუნტს მართავდი მე და ამ დროს აუცილებლად მოვაღვნიშნო ასევე გვანცა დავითელაშვილი და ანა ცხომარია, რომლებიც ძალიან დიდი იდეა იყო ის, რომ გაგვეკეთებინა Instagram-ზე, ასე ვთქვათ, პირდაპირ ჩართვები, რადგან ყველა ვიყავით ან სოფლებში, ან სახლში გამოკეტილი და ასე შემდეგ და რაღაც წვდომა არ გქონდა იმ ყოველდღიურ ურთიერთობასთან, რაც ქვია ვეკუაში, თუნდაც დერეფნებში სიარული და კლასიდან კლასის შეცვლა და ასე შემდეგ და დავიწყეთ ეს პატარა რაღაც
ლაივების ჩართვა, რომელშიც ვიწვევდით ადამიანებს, მახსოვს ერთ დღეს გავაკეთეთ ლაივი, რომელიც ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა და ყველა კლასიდან თითო მოსწავლეზე რაღაცებს გვიყვებოდა. იყო ძალიან საინტერესო, ასევე ვაკეთებდით ძალიან სახალისო რაღაცებს, თუნდაც ზოდიაქოზე და ასე შემდეგ და ეს ამბავი, როცა მივიტანეთ უკვე მაკა მასწავლებლამდე და თემურ მასწავლებლამდე, ამ დროს გვითხრეს, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა თუ ამ ყველაფერს გადმოვიტანდით Facebook სივრცეში, ვინაიდან მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და ასე შემდეგ ყოფილიყო რაღაც ხელმისაწვდომი. და ამ დროს დავიწყეთ შენება ამ ყველაფრის ფაქტობრივად ნოლიდან, იმიტომ რომ მქონდა მხოლოდ ტელეფონი და რაღაც კომპიუტერი, ეს ყველაფერი არ გვეტვირთა და არც ვიცოდით, არც მონტაჟის რაღაც უნარები არ გქონდა, ყველა ეს რაღაცა ნელ-ნელა შევიკრიბეთ და გვანცა დავითელაშვილის, ქალბატონი მაკას და ბატონი თემურის ძალიან დიდი მხარდაჭერით დავიწყეთ ამ ყველაფრის კეთება. როგორ ხედავ ეკუატივის დღეს? შენი აზრით რა განსხვავებაა პირველი სეზონიდან დღემდე? და რა რჩევას მიცემდი მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მუშაობენ ეკუატივში და რომლებიც აპირებენ, რომ დაიწყონ სიუჟეტებზე მუშაობა? პირველ რიგში ყველაზე დიდი განსხვავება იყო ის, რომ ჩვენ მქონდა ეს ნაწილი, რომ სკოლაში ვერ დავდიოდით ამ დროს, ან თუ დავდიოდით, იყო დღე გამოშვებით და ფაქტობრივად სკოლიდან სიუჟეტები არ არსებობდა, ყველგან ვრეკავდით, არ ვიცი, წერდით Zoom-ში, წერდით Teams-ში. მე მახსოვს, რომ დავიწყეთ, მაშინ ვიყავი მე-11 კლასში, სკოლაში რომ მოვედი და ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ეგეც იმიტომ, რომ იყო ესეთი რთული სიტუაცია და პანდემია და ასე შემდეგ, რომ სკოლაში დავჩენილიყავით და აქედან ჩაგვეწერა, ვთქვათ, თუნდაც არ ვიცი, ან რესპონდენტები ან ასე შემდეგ, მით უმეტეს აუცილებლად უნდა ვყოფილიყავით პირბადით და მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემა იყო და შესაბამისად ახლა ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი ესე ფიზიკურ სივრცეში ხდება და შეგიძლიათ, რომ ბევრად უფრო, არ ვიცი, ყურებადი იყოს ეს ყველაფერი და ბევრად უფრო საინტერესო. შესაბამისად ძალიან მომწონს ახლა რასაც აკეთებთ. რაც შეეხება რჩევას, იქნება ის, რომ მაქსიმალურად მიუდგნენ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საქმეს აკეთებს, ძალიან დიდი სიყვარულით, რაც მთავარია და დაინახონ ეს ყველაფერი მომავლის ძალიან დიდ შესაძლებლობად, ვინაიდან თუნდაც კითხვების შედგენა, შემდეგ რესპონდენტთან საუბარი, არ ვიცი, კომუნიკაციის დამყარება, ამ ყველაფრის მონტაჟი იმ ხელაცოდნას და უნარებს გივითარებს, რომელიც შეიძლება ახლა არ გეგონოს, რომ რაღაცას ნიშნავდეს, მაგრამ მომავალში ნებისმიერ საქმეში ძალიან გადგება და უცბად რომ არ ვიცი, თუნდაც სამსახურის გასაუბრებაზე მიდიხარ და გეკითხებიან რაღაც ისეთ კითხვას, რაც შენ გამოცდილებას ეხება, იქ უბრალოდ ვერ იტყვი, რომ მარტო რაღაც სკოლაში ვსწავლობდი, უნივერსიტეტში ჩავაბარე და უცბად რომ იძახი, რომ მე ესეთ რაღაცას ვაკეთებდი სკოლაში, რაც ფაქტობრივად ერთადერთია საქართველოში, რაღაც ბევრად უფრო საინტერესო ადამიანი ხდები მისაღებადაც და ეგეც გასათვალისწინებელი ამბავია ჩემი აზრით. მაყურებელმა მინდა იცოდეს, რომ სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ ძალიან საინტერესო გზა გაიარეთ. მოხდით გალფის ტოპას რჩეულს შორის, რომელმაც სტიპენდია მოგაპოვებინა თავისუფალ უნივერსიტეტში. ამას საფუძვლად ედება WeTalk-ის შექმნა, რომელზეც ძალიან ბევრი მუშაობა დაგჭირდათ. შეგიძლიათ გვიანბოთ რა რა გაძლევს მოტივაციას და ყოველდღიურად რა პრობლემებს აწყდებით? სხვათა შორის გალფის სტიპენდიის შესახებ რო გავიგე, ვიყავი სკოლაში, მუშაობდი და პირველ რიგში უდიდესი მადლობა სკოლას, თუნდაც რომ მომცა პირველივე კურსზე იმის შესაძლებლობა, რომ ყოფილიყავი პროექტების კოორდინატორი ვეკუაში და პირველი ჩემი რეაქცია იყო, რომ აუცილებლად უნდა მეთქვა ეს მაკა მასწავლებლისთვის და ძალიან დიდი მხარდაჭერა და სიყვარული ვიგრძენი ყველა სამასწავლებლოში მყოფი მასწავლებლისგან. რაც შეეხება WeTalk-ის შექმნას, სხვა შორის შეიძლება ითქვას, რომ ეკუატივი საკმაოდ უკავშირდება ყველაფერი, ვინაიდან აქ მივხვდი, რომ ეს ჟურნალისტიკა, მაგალითად, ამ ყველაფრის კეთება და ამბის თხრობა ძალიან მაინტერესებდა და შესაბამისად, ჩემ მეგობართან ერთად შევქმენი ეს სივრცე, რომელიც ყვება ისტორიებს ადამიანების, ახალგაზრდების შესახებ.
და არ ვიცი, თუნდაც აქ მიღებული ძალები ცოდნა, რაც იყო, თუნდაც მონტაჟზე ან კამერასთან მუშაობა, რაც ასევე ვახსენე, ძალიან დამეხმარა მომავალში ვითოქის კეთებაში. ამ ყველაფრის мотиваცია ალბათ არის ის, რომ მინდა რომ ვიყო კარგი მოქალაქე, რომელიც თავისი ქვეყნისთვის ბევრ კარგ რაღაცას გააკეთებს და ვითოქი ჩემი აზრით ბევრ გამოცდილებას და მოგონებას ინახავს თუნდაც საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების შესახებ. არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პრობლემა და რისკები, რაღაცები არ გამომდის მეც და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიცი, ალბათ მთავარი ის არის, რომ ვფიქრობ, რომ რატო არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი, რომ კეთდებოდეს, რატო მინდა, რომ მე ვიყო ამ ყველაფრის შემოქმედი ან მონაწილე და მე რაღაცები გვარდება, რაღაცები არ გვარდება, რა ვიცი. მადლობა ასეთი საინტერესო პასუხებისთვის. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ პლატფორმაზეც ახლა ქეთი ისაუბრა აუცილებლად იქნება აღწერაში და ინტერესის შემთხვევაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ. წარმატებული კვლევები კი ერთ კვირაში დაგიბრუნდებათ. ნახვამდის. სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ გადაცემა, გამოგვიწერეთ Facebook-სა და YouTube გვერდებზე. მე კი გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ნახვამდის.